თითქოს ჩვენ რაღაცებს ვერ ვიაზრებთ და ტყუილად გვეშინია. ამას გვეუბნებოდნენ პროტესტის დაწყების დღიდან. აი 2023 წლიდან, როცა კანონები მიიღეს, მერე ვერ მიიღეს, ანუ მერე ისევ მიიღეს, იმ დღიდან ჩვენ გვეუბნებიან, რომ აი თქვენ არ შეგეხებათ. ყველაფერი გვეხება, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ანუ არ ხვალ უქმე დღეა და არ გვინდოდა ანუ უქმე დღეს უბრალოდ გამოსვლისთვის ყოფილიყო და მოვედით დღეს და კიდევ ერთხელ შევახსენებთ რომ ანუ ჩვენ ხმას ვერ ჩაახშობთ, იმიტომ რომ ბევრად მეტი ვიწვალეთ, ვიბრძოლეთ თემის წევრებმა იმისთვის რომ ჩვენი ხმა ყოფილიყო გაგონილი და ჩვენი ხმა ყოფილიყო საერთოდ მთავარი და ზუსტადაც ანუ ამას ამ მიღწევას არ დავკარგავთ. გასაგებია, მადლობა თათო. თამრო, თქვენი სათქმელიც რომ გვითხრათ, როგორ ეხმიანებით თქვენ მიმდინარე ცვლილებებს, რაც განათლების სამინისტრომ დაგეგმა და სამმართველო ფაქტობრივად, როგორც თათომ აღნიშნა, შეუერთდა სხვა დეპარტამენტს, ისე რომ არ იყო თემი ჩართული ამ პროცესში. ეს რაზე მიუთითებს თქვენი აზრით? იმაზე, რომ უკან მივდივართ, ჩვენი უფლებები ირღვევა ყველანაირად. შეშმოპირების უფლებები და რაც ჩვენ გავიარეთ რამოდენიმე წლის უკან თუნდაც აი მე რაც გავიარე პირადად სკოლის დროს, როცა მე ვსწავლობდი, არ მინდა რომ იგივე გაიაროს პატარა ბავშვებმა, ვისაც თუნდაც სპექტრის მატარებლები არიან, ან არ აქვს მნიშვნელობა როგორი საჭიროების მქონეც არ არიან, მათ ჭირდებათ ინკლუზიური განათლება, აი ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, მათთვის არის ეს და მე რაც გავიარე, ნამდვილად არ მინდა რომ იგივე გამოცდილება მიიღონ და მაგიტომაც არის საჭირო ეს სფერო, რომ მათთვის მომავალი უკეთესი ყოფილიყოს და ძალიან გული მწყდება და გული მტკივა, რომ ჩვენ დაუკითხავად ხდება ეგეთი რაღაცეები, ჩვენ არავინ არ გვეკითხება არანაირ აზრს და ანუ ესე ტყუილებით გვამშვიდებენ, ასე ვთქვათ, რომ აი არაფერი არ არის, ყველაფერი კარგად არის, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერს ხურავენ, ყველაფერს გვიბლოკავენ და აი ასე უნდა რომ ჩვენ გვაცხოვრონ ამ ქვეყანაში, რასაც ჩვენ ვაპროტესტებთ, რა თქმა უნდა, ეხლა დღეს. მადლობა. თომა, თქვენი აზრით საინტერესო არის, როგორ ფიქრობთ, რა საჭიროებები თუ ესმით ზოგადად განათლების სამინისტროში და ეს ცვლილებები, რაც განხორციელდა, ახლა რა მიზან შეიძლება ემსახურებოდეს? მოგესალმებით, ჩვენ ამ ცვლილებების და პოზიტიური მხარის არ გვჭირა, ამიტომაც გამოვედით დღეს და ვაპროტესტებთ, რომ ჩვენ ნახეთ განათლების მინისტრის, საქართველოს განათლების მინისტრის განმარტება თითქოს გამშვიდება ხალხის, რომ არაფერი არ ხდება მსგავსი, საფრთხე არ ემუქრება ინკლუზიურ განათლებას, პირიქით პრიორიტეტია და უფრო მეტის გაკეთება შეიძლება. ჩვენ არ გვჯერა ამის იმიტომაც, რომ აჭარის მაგალითზე გვაქვს გამოვლილი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ჰქონდა და გამოყვეს კულტურა და კულტურის სამინისტრო ცალკე დააფუძნეს იმ მოტივით, რომ უფრო მეტის გაკეთება ასე უფრო შეიძლებოდა კულტურის მიმართულებით. ეს ლოგიკა მესმის, მაგრამ ის ლოგიკა არაფრით არ მესმის, თუ გინდა ინკლუზიური განათლება უფრო განავითარო და უფრო მეტად ხელშეწყობილი იყოს, როგორ შეიძლება აიღო და დამოუკიდებელი უწყება, მეტნაკლებად დამოუკიდებელი მიუერთო დაუქვემდებარო სხვა დეპარტამენტს. ეს პრიორიტეტს არ ნიშნავს ჩვენთვის, ეს ნიშნავს მეორე და მეხუთე ხარისხოვნად ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის გადატანას. ამიტომაც ვაპროტესტებთ 14 ივნისი ხვალ არის, როგორც იცით, შეზღუდული შესაძლოა მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე და ჩვენ ესეთი სიურპრიზი მოგვიმზადა ბჭყალებში მმართველმა ძალამ, რაც არ შეუწყობს ხელს ნამდვილად შეზღუდული შესაძლოა მქონე პირთა ინკლუზიას, ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, განვითარებას, იმიტომ რომ სკოლამდელი სასკოლო განათლება, საუნივერსიტეტო პროფესიულ განათლებაში აუცილებელია ინკლუზიური განათლებით ხელი შეეწყოს მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს, რომ შემდგომ ეტაპზე უკვე დასაქმების ეტაპზე კონკურენტუნარიანები იყვნენ და სრულფასოვანი და ხარისხიანი განათლებით აღჭურვილი.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს მაინც არ არის იმ დონეზე ჩვენთან ინკლუზიური განათლება, რაც გვაქვს, რაც ერთობლივად მივახციეთ, ამის დაკარგვა არავის არ სურს და პრიორიტეტიზაციიდან ამოგდება ამ საკითხის არავის არ უნდა შერჩეს. მადლობა. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. თქვენი სათქმელიც რომ გვითხრათ, თქვენ როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება ემსახურებოდეს ცვლილებები, რაც განხორციელდა თემთან შეთანხმების გარეშე და ფაქტობრივად არც აქვს საზოგადოებას ოფიციალური განმარტება, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ხო? მოგესალმებით. ჩემი აზრით ეს ცვლილება მხოლოდ ემსახურება ინკლუზიური განათლების, როგორც ცალკე სისტემის პრიორიტეტის შემცირებას და ძალიან ნეგატიურ და უარყოფით შედეგებს გამოიწვევს გრძელვადიანი პერსპექტივით თუ შევხედავთ. და ჩვენი ბანერითაც გვინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი მოსაზრება და აღვნიშნოთ, რომ მსგავსი სრულმასშტაბიანი გადაწყვეტილებების მიღების დროს შშმ თემის მოსაზრებები და პოზიციები აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული. მადლობა. რამინ, თქვენც გითხარით, ხო, წლებია ვსაუბრობთ, რომ ამ მიმართულებით არსებობს პრობლემა, თემის საჭიროებები არ არის მეტწილად გათვალისწინებული. ფაქტობრივად არც ერთი თვალსაზრისით. კიდევ მოხდა ის რამდენიმე დღის წინ, რომ ეს მიმართულება დეპარტამენტი გააუქმეს, სხვა შეერწყა, რატომ ხდება ასე და რატომ არ ითვალისწინებს სახელმწიფო შუშუმ პირთა საჭიროებებს? როგორ ფიქრობთ თქვენ, რა ახსნა გაქვთ? პირველ რიგში მივესალმები თქვენს მაყურებელს, ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გამოიხმაურები, იქიდან გამომდინარე მოხვალა ის 14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობებით და უფლების დაცვის დღე საქართველოში და სამწუხაროდ ბოლო 2 წელია უფლების დაცვის მხრივ საქართველოში მდგომარეობა უარესდება და პირიქით არ უმჯობესდება, რაც სამწუხაროა და ამას დაემატა ისიც, რომ ბოლო რამდენიმე დღეა გავიგეთ, რომ ინკლუზიური განათლების მიმართულებით უკუსვა გვაქვს დეპარტამენტის გაუქმების კუთხით, იმიტომ რომ თუ ეს დეპარტამენტი თალკე იყო და თალკე განსაზღვრავდა ინკლუზიური განათლების პოლიტიკას, ამ დეპარტამენტის გაუქმებით და იმ თანამშრომლების სახში გაშვებით, რომლებიც ამაზე მუშაობდნენ, სიტუაცია გაუარესდება, კი არ გაუმჯობესდება, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ წლებია პრობლემა გვაქვს ამ მიმართულებით და საკმაოდ დიდი პრობლემებია დაწყებული სკოლამდელ განათლებაში, გაგრძელებული სასკოლო განათლებით და ვთქვათ, რა კიდევ გაგრძელებული უმაღლეს განათლებაში და ხელშესახებით ცვლილებები არ გვაქვს ამ ხალხის სახში გაშვებით, რომლებიც წლებია უკვე ამაზე მუშაობენ და გარკვეულწილად გამოცდილება დაუგდობდათ, სიტუაცია უფრო გაუარესდება, იმიტომ რომ ეს ხალხი თუ სახში გაუშვით, რომელსაც უკვე ინფორმაცია აქვს, ასე თუ ისე მეტნაკლები, სიტუაციას იცნობ და ჩვენ სხვა პროფესიონალები არ მოგვყავს, უბრალოდ მის ფუნქციებს მანიჭებთ სხვა უწყებებს, სხვა დეპარტამენტი იქნება თუ სამსახური მნიშვნელობა არ აქვს, რომლებსაც შეხება არ ქონია აქამდე ინკლუზიურ განათლებასთან, პრობლემა როგორ უნდა მოგიგვაროთ, ეს ხო წარმოუდგენელია, რომ უცებ აიღო, თქვა ვინც ამ საკითხზე მუშაობს ის, თქვა დეპარტამენტი გაუქმო, სამსახურიდან გაუქმო ის ხალხი და ეს უფლებამოსილებები გადასცა იმ სამსახურს თუ უწყებებთან, დეპარტამენტს, რომელსაც ამასთან შეხება არ აქვს, ძირფესვიან, შეიძლება ზოგადად პოლიტიკასთან შეხება არ განათლების სფეროში, მაგრამ ინკლუზიური განათლება არის სულ სხვა სფერო. ინკლუზიური განათლება არ არის მარტო სკოლაში ბავშვი შევიდა და დამთავრდა, ანუ და ინკლუზია მიღწეულია იქ პირიქით. მერე იწყება ინკლუზიური განათლების მთავარი ასპექტები, რომ სკოლაში რომ მოსწავლე შევა, მერე უნდა მოყვეს იმას, თქვათ, მულტიგუნდის შეფასებები, სპეციალისტების ჩართვა საქმეში შიგნით, ინფრასტრუქტურული ცვლილებები, თქვათ, სპეციალური საკმაყოფილო პროგრამის შემუშავება და ასე შემდეგ. ან ხოლმე ბავშვი შევიდა სკოლაში და დამთავრდა, ეს არ არის ინკლუზიური განათლება და მე ეჭვი მაქვს, რომ ეს უწყებები ახლა დაიწყებენ ამაში გარკვეულს, რომ ფუნქცია დაგვემატა და რა უნდა გავაკეთოთ, სანამ ეს ხალხი მაგას გაარკვევთ, წლებს დავკარგავთ კიდე და ამიტომ ვაპროტესტებთ ჩვენ ამას, რომ უკუსლა რა ზოგადად უფლებების მხრივ გვაქვს, უკვე შეეხო განათლებასაც და განათლება ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფუნდამენტია
დამოუკიდებელი და ღირსეული ცხოვრებისთვის, იმიტომ რომ თუ განათლება არ გაქვს, ვერ დასახლდები, თუ ვერ დასახლდები, დამოუკიდებელი შემოსავალი აგეკრიმა ეკონომიკურად ვერ იქნები ძლიერი და სულ მუდმივად იქნები ჩამოკიდებული ოჯახის წევრზე, ახლობელზე, სახელმწიფოზე და საკუთარი ცხოვრება ვერ გექნება თუ ელემენტარული საყოფაცოლო პირობების დაკმაყოფილება არ შეგიძლია შენ თვითონ დამოუკიდებელ ცხოვრებაზე ხო ზედმეტია საუბარი. ჩვენ ამიტომ საუბრობთ უპირველეს ყოვლისა განათლება უნდა იყოს მისაწვდომი ადამიანებისთვის. და ამიტომ ვაპროტესტებთ ამ პროცესებს ჩვენთან შეუთანხმებლად ხდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენ გვეხება პირადად. მადლობა რამინ, არაფერი ჩვენ შესახებ, ჩვენს გარეშე ასეთი გზავნილი აქვს ეთლით მოსარგებლე პირებს და ისინი ამით ეხმიანებიან განათლების სამინისტროს და ზოგადად ქართული ოცნების ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ინკლუზიური განათლების სამმართველო რეორგანიზაციის შედეგად უერთდება სხვა დეპარტამენტს, რითაც ფიქრობენ ეს ადამიანები, რომ ეს პროცესი იყო მათთან შეთანხმების გარეშე და ზოგადად თემიდან არავინ იყო ამ პროცესში ჩართული, რის გამოც ისინი გამოთქვამენ უკმაყოფილებას და მიაჩნიათ, რომ ყველაფერი პოლიტიკა ისე იგეგმება, რომ კვალიფიციური კადრები არ არიან ამ პროცესში ჩართული და ზოგადად ის ადამიანები, რომლებმაც უკეთ იციან თუ რა ტიპის საჭიროებები აქვთ მათ და ასეთი არის ქართული ოცნების პოლიტიკა, რის გამოც ისინი დღეს მოვიდნენ ერთი დღით ადრე, ხვალ არის 14 ივნისში პირთა დღე და უფლებების დაცვის დღე და ერთი დღით ადრე გადაწყვეტეს, რომ ამ ფორმით გამოეხმაურონ ქართული ოცნების ხელისუფლების გადაწყვეტილებას და პროტესტი, 7 პროტესტი გამოხატონ აჭარის განათლების სამინისტროსთან. აღსანიშნავია ის, რომ აქ ტროტუარზე უბრალოდ ასფალტზე დატანილი გზავნილების შემდგომ განათლების სამინისტრომ გამოიძახა პოლიცია, ადგილზე მოვიდა პოლიცია, რომელიც არის შენობაში შესული და ისინი შიდა პერიმეტრიდან აკვირდებიან უკვე აქ მიმდინარე საპროტესტო აქციას. საინტერესოა რა საფრთხე დაინახეს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ აქ არის პროტესტი 7 და ისინი სხვა ფორმით არ გამოხატავენ, ასე ვთქვათ, არ არის ხმაური და როგორც ჩანს, ეს სიმშვიდეც მათ ურღვევთ დისკომფორტს და სწორედ ამიტომ გადაწყვეტეს, რომ გამოიძახონ პოლიცია და ამ ფორმით ეხმიანებიან ისინი აქ მიმდინარე საპროტესტო აქციას. მადლობა, რომ უყურებდით აჭარა ტაიმსის პირდაპირ ეთერს. გემშვიდობებით, მადლობა ნდობისთვის, დროებით.